მადლენა მაჭერაშვილი, თავისუფალი ჟურნალისტი. რამდენიმე საინფორმაციო საშუალებას წარმოვადგენ, მაგრამ დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსით წარდგენილი. თავისუფლება პირველეს ყოვლისა, სწორია. ბატონ დავით, თქვენ ახსენეთ, თქვენ თქვით, რომ ბოლო 3 წლის შეჯამებაა ჩვენი გადაცემის მთავარი სასაუბრო თემა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან ხელისუფლების ბრძოლის 3 წლიანი ეპოპეა, ესე ვთქვათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო, რამაც განაპირობა ოპოზიციის ბრძოლის იმ შედეგით დამთავრება, რითაც დამთავრდა, ანუ უშედეგო შედეგით დასრულება. პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ ასეთ ფაქტორებად და თქვენი აზრით რა არის ოპოზიციის დამარცხების ფორმულა? ჯერჯერობით ოპოზიციის მარცხზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ხელისუფლება თავისი საქმიანობით თავის პოლიტიკურ გეგმებს აწყობდა სააკაშვილის ორ ვადაზე. შემდგომ რა უნდა აკეთონ, მათ მაინც და მაინც არ იციან ამაზე დღეს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების მეტყველებს, თუ იქნება საინტერესო, ამაზე ცოტა ჩავურმავდეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ბოლო 3 წელი მნიშვნელოვანია და მისი პოლიტიკური შეფასება ჯამში არის უკიდურესად აუცილებელი საზოგადოებისთვის პირველ რიგში. მაინც რა ხდებოდა 2004-დან 2007 წლამდე და 2007-დან 2010 წლამდე. ჩემი დაკვირვებით 2004-დან 2007 წლამდე ვარდების რევოლუციით გაყოყოჩებული, გათამამებული, თავგასული ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა. და ამ ყველაფრის კეთებაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ 2007 წლის შემოდგომისთვის ის იყო გაკოტრების ზღვართან. რა მოხდა 2007-დან დღემდე? 2007 წლიდან უკვე ოპოზიცია აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში, ცოტა არ იყოს გაყოყოჩებული, გათამამებული, რომ ამდენი ხალხი 100.000 სიტყვი 100.000 მოვა, 200 და არის საჭირო 200 მოვა, 17 გრადუსიან ყინვაში მოვა ეს ხალხი. ანუ ოპოზიციას გაუჩნდა ადვილი წარმატების ილუზია და განცდა და რომ ხვალ ზეგ 3 დღეში ან ერთი სერიოზული ლოზუნგის დაჭერით წარმატება იქნებოდა მიღწეული, ანუ ამ 2007 წლის მოვლენების და ამის შემდგომ ხელისუფლებას გაუჩნდა, ოპოზიციას გაუჩნდა ეს რაღაცა ცოტა არ იყოს სიყოყოჩის სინდრომი, რომ თითქოს ეს ხომ მოცემულობაა, თითქოს ხომ ყველა ხედავს, რა საშინელებას ჩადის ეს ხელისუფლება. კიდეა საჭირო რამე არგუმენტი. ამიტომ წავიდეთ და მოვიცილოთ ეს ხელისუფლება. ანუ 2007-დან უკვე ოპოზიციის შეცდომები დაიწყო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწვევს ზიარ ჭურჭელის პრინციპით, პოლიტიკაშიც ენერგია უკვალოდ არ იკარგება, რაც 2007 წლამდე დაკარგა ხელისუფლება მის მიიღო ოპოზიციამ, მაგრამ 2007-დან დღემდე ოპოზიცია ნელ-ნელა კარგავდა პოზიციებს და ამან გააძლიერა ხელისუფლება. ეს არის ზოგადი ჩარჩო ანალიზი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ზოგადი ფორმულებით ვერ შემოვიფარგლებით. რაში იყო ჩემი აზრით ამ 3 წლის განმავლობაში ოპოზიციის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? სულ სწრაფობაში პირველი და ძალიან ხშირად გაიგონებდით არა მხოლოდ მოქალაქეების მხრიდან, არამედ პოლიტიკური ლიდერების მხრიდანაც ასეთ განცხადებებს, რომ აი 31 მაისამდე და მერე უკვე ვეღარ მოვითმევთ სააკაშვილს. ან ამ ახალ წელსაც სააკაშვილმა უნდა მოგვილოცოს, ეს დაუშვებელია, ეს მიუღებელია. ანუ რაღაცა მოკლე დისტანციებად დაიყო ცხოვრება და რაღაცა ცხადდებოდა, რომ ერთი თვე მაქსიმუმ მეც ვეღარ მოვითმევთ. ან კიდე 3 თვე მაქსიმუმ და მეც ვეღარ მოვითმევთ. ჩავიდენთ ყველაფერს, დავიწვავთ თავს, ან წავალთ პოლიტიკიდან, ან შევასყდებით, შევაკვდებით და ასე შემდეგ. აბა ახლა უკან გავიხედოთ, რამდენმა ასეთმა დათქმულმა თარიღმა გაიარა. რამდენი ასეთი პოლიტიკოსი კვლავაც პოლიტიკაში, ვინც ამბობდა, რომ თუ ეს ასე არ იქნება, მე ვეღარ ვნახავთ. ან თუ ეს ასე არ იქნება, მე ამას შევეწირები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ესა პოლიტიკური და ცხოვრებისეული გულუბრყვილობა. ასე აპოკალიფსურად საკითხების წარმოდგენა და დახატვა. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა, სულ სწრაფობა. მეორე, ძალიან ერთფეროვანი იყო ჩვენი მოქმედებები. და ეს იყო ვარდების რევოლუციის სინდრომი. ანუ ჩვენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად სააკაშვილის დამარცხებას მაინც და მაინც იმავე მეთოდებით ვცდილობდით, როგორც მან შევარდნაძე დაამარცხა. ანუ აი ამდენი 1000 ადამიანი ქუჩაში და ასე ვთქვათ, დაგუგუნებით, მიწოლით ვიღაცა შეშინდება და გადადგება. არა და 2007 წლის ნოემბერმა სწორედ ეს აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებას გაცილებით მეტი მოქნილობა ახასიათებდა. ამ ხელისუფლებამ და კერძოდ სააკაშვილმა
მოახერხა ის, რომლის პროგნოზსაც ვერც ერთი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი ვერ გარისკავდა. მან 2009 წლის გაზაფხულზე ამ საკნების აქციების დროს თვეების განმავლობაში მოითმინა და აიტანა მანამდე ჩვენ რომ გაგვეანალიზებინა მოუთმენელი და აუტანელი. მისი ასე რუდუნებით სათუთად აგებული საპრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც ყოველი ბუჩქი და ყოველი აგური მის მიერაა შერჩეული და დადებული. აიტანა ის, რომ იქ კურდღლები და სტაფილოები და ასე შემდეგ ახსოვთ ის ამბავი. ანუ ის იმდენად დიდი პოლიტიკური ცხოველია, იმდენად ძვალსადარბილში აქვს გამჟდარი საძალაუფლებო საკითხები, რომ მან ეს აიტანა, მოითმინა და მოიგო მაშინ. აი ამ ტიპის გათვლებში ოპოზიციას ბევრი შეგვეშალა, ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში მეტი ვის ნაკლები, თუმცა ერთი ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემაა კიდევ. ჩვენ ხელისუფლების თამაშს ავყევით, როდესაც საკითხი წარმოვაჩინეთ ასე, ხელისუფლება და ოპოზიცია. ანუ ხელისუფლება რომ ერთია, მასთან ოპონირების რეჟიმში ყოფი ყველა, ასევე ერთად წარმოვიდგინეთ. ამიტომ გაჩნდა ის სრულად დაუსაბუთებელი არაეფექტური ილუზია იმის შესახებ, რომ აი როცა ყველა ერთად დავდგებით, თვითონ მაშინ მოხდება რაღაც. სინამდვილეში რაც მეტი დგება ერთად, შეუთავსებელი მით მეტად ასუსტებს ერთმანეთს. და ასე დაიკარგა და ჩაიკარგა, ასე ვთქვათ, საერთო ოპოზიციურ კაკაფონიაში ტყუილიც და მართალიც, ჭკვიანურიც და არც უთლად ჭკვიანურიც, ასე ვთქვათ, პატრიოტულიც და არც უთლად პატრიოტულიც და ასე შემდეგ.